მთელ გომეწრის ხეობაში ომალოდან დაწყებული აი აქ ჩემ წერტილამდე არის 27 კილომეტრი, 27 კილომეტრი ის მანძილზე არავინ კაციშვილი არ არის, ერთ-ერთი ბოჭორნაში ექიმი ირაკლია და ირაკლი ექიმიდან არის ჩემამდე 15 კილომეტრი, რომ ვერავის ვერ ავხვდები და ნოემბრიდან აქ კაცს ვეღარ ნახავ, მაისის დასაწყისამდე. შარშანგიდი აგი მაგალითად ირაკლი ექიმი მარტის 29 რიცხვში მაგხელა კაცი აი გადმოვიდა თოვლებში. ეს მთელი თოვლები არ ღვია და ვიფიქრე გას მელანდება თუ მართალია გავხედე კაცი მოდის კაც. მოვიდა და მეუბნება შენ სანახავად მოიდიოდა აბა მაგხელა 77 წლის კაცი რომ მაგხელა მანძილის გამოივლის და კაცს მოიკითხავს ცოცხალი ხარ თუ მკვდარიო შეშობილ ზაღლო აი მაგ სიტყვებით ეგ უკვე გულს დამედო რა ერთხელ სადი აბა გავივლი ამ 7 კილომეტრს თუ არა აქედან არის 7 კილომეტრი რომ სვიაზე გახვიდე დილით ადრე ორმაგი დაუყარე საქონელს ბაგებში გავედი დილის 6 საათზე ზამთარში 6 საათი ღამეა გავედი გავიარე 7 კილომეტრი იქით 7 ისე უკან და რომ მოუბრუნდი დამაღამდა აი თოვლები რო ვარღვიე და გავედი დასარიგად ერთადერთხელ ვიყავი დანარჩენი ოჯახის არაფერი არ ვიცოდი 7 თვის განმავლობაში არავინ არის ის ცოცხალი ვარ თუ მკვდარი თუ არ დაჯდები სუმუდამ საქმეა სუმუდამ და აი საქონლი და კურდღლებით და აი ბოსტნით ვერთობი და დრო გადის რა ვერთობი კი არა მუშაობ და ამ მუშაობით უკვე თვეებიც გადის და ზამთარიც აბა ძალიან ძნელია უშუქოთ კი მაქვს ეს გენერატორი დვიჟოკი და მაგით და სუმუდამ ამ მთლიან ზამთარში ყოველ დღე ჩართო ის ძალიან ბევრი ხარჯი და ბევრი ის არის რა სამანქანე ხედი არ არის აგერ წყლებში გავდივართ გამოვდივართ ძალიან ძნელია მანქანაზე ზედ კაპოტზე მასხავს წყალს და თუ ცუდი ამინდი და წვიმა ძალიან დიდდება წყლის დაჯდომას ველოდებით რომ დაიწლიოს წყლის სიმაღლემ და მე რეღადა ვრისკავთ გავდივართ რა ხო შეიძლება ეს ცენტრალური გზა ომალომდე რომ გაიხსნება იმის შემდეგ სანამდის ეს შიდა გზების გაიხსნება ხო შეიძლება თანვე ტრაქტორი მოყვეს და გააგრძელოს რომ ხალხსაც გაუადვილდეს ისა და რა ვიცი ცოტა ამ გზაზე დიდი პრობლემა და დიდი ისინი აგე ხალხის დახმარებით რომ როგორმე ტრანსპორტი გავიდეს პირველ გაზაფხულით სულ ხელით წმედავთ აგე შუა ზაფხულის შემდეგ როდის ტრაქტორი შემოვა როდის და ცოტა ეს პრობლემა ყურადღება საჭირო რა შოთა აბა როგორ ახართ კარგი აბა რა შადით გუშინ ჩაირთო ეს ინტერნეტი და ერთსუდი ძალიან კმაყოფილი ვარ ამით იმის გამო რომ ახალ ამბებსაც გაიგებ ინტერნეტი და შეგიძლია ოჯახშიც დაილაპარაკო და გაიგო ყველაფერი